თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებები, მულტივექტორული დიპლომატიის როლი არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში და საქართველოს მნიშვნელობა დაკავშირებადობის მიმართულებით. ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ხედვებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირებადობის ფუნქციას ასრულებენ. მინისტრმა ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის პროცესად შეეხო და ბოლო წლების განმავლობაში ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო უწოდა. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთანაც. საქართველოს მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტეს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცემულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. თუმცა ისიც გვასწავლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს. დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ მარშრუტებს ეძებს, ხოლო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. შუადერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ეს არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიის ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისცა საქართველოს შესაძლებლობა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბებულიყო ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, საშუალოდ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით. ამავე დროს ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს. მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ვაძლიერებთ ურთიერთობებს შავი ზღვის რეგიონში, ვავითარებთ კავშირებს ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ქვეყნებთან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებულ რეგიონებსა და ეკონომიკებს. საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ევროპა სწორედ ღია პარტნიორობებით, ურთიერთდაკავშირებულობით და სანდრო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება. საქართველოს მზად არის ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ბრიუსელის მცდელობა იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.